კი ბატონო. წეგან გორაობა ახსენე ტელევიზორთან, გორაობა კი კარგია, მაგრამ შენის თუ იცი პატარო მეცნიერების კვლევით შაბათ-კვირის ძილი საშიში ყოფილა ჯანმრთელობით. როგორც ვაკვირდები თვითონ ეს მეცნიერები, აი თვითონ მეცნიერები არიან ძალიან გამოუძინებლები. შაბათ-კვირის ძილია საშიში და დანარჩენ დღეებში მაღვიძარა რომ დილის 7 საათზე მაფეთებს, ეგაა ჯანმრთელობა? ნეტ არ არაკუნებდნენ ეგენია. მაგ მეცნიერებს თხოვთ ჩაატარონ კვლევა 2 შაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დილის ძილის მავნებლობაზე. იქნებ მერე მაინც გაიღვიძოს ჩვენმა ზოგიერთმა თანამშრომელებმა ადრე და აღარ დააგვიანონ სამსახურში. რაღაც გიორგის ფერი არ მომეწონა რა სიტყვი შენ, ა? შემთხვევით შაბათ-კვირას ხო არ გეძინა შენც? ადამიანს მთელი კვირა თუ გძინავს შაბათ-კვირას რაღაც აგაძინებს. ნუ გესინია შენ გიორგი ისეთი მაგარია, მაგასაც მოახერხე. ისი ახლა მივხვდი რა კეთილი მეზობლები მყავს. ყოველ შაბათ-კვირას ანბურგს რთავენ, ან რამეს ანგრევენ. აქამდე უბრაზდებოდი და თურმე ჩემ ჯანმრთელობას ეზრუნებენ. მე გენაცვალეთ. დღეს ჩამოდით ჩემთან უნდა დავლიოთ. უი, აი ახლა მივხვდი რატომაა საშიში შაბათ-კვირის ძილი. აი რომ გადააბადა საღამოს 8 საათზე კომედია ახსეს სერიალი მიხოდა მაროს ახალი სეზონის ახალი სერიები არ გამოგჭეს. აბა, საშიში ყოფილა. და რა სერიები უწევს ვიჯო ამ შაბათ-კვირას გადასარევი პირდაპირ გეუბნები. მოკლედ ჩემო კეთილო ხალხო, დღეს და ხვალ საღამოს იმდენი დალიეთ რომ შაბათ-კვირას საღამოს 7-ისკენ მაინც გადაგეჭირეთ. რა თქმა უნდა რომ მიხოს და მაროს ახალ ძალიან მაგარ სერიებს უყუროთ. კი ბატონო, და თებერვალშიც ფხიზლად იყავით, განსაკუთრებით 7-ში, იმიტომ რომ პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში პრემიერა. იქაური, აქაურები, ახალი ძალიან სასაცილო პიესა. ეს უნდა ნახოთ და რატომ? იმიტომ რომ 6, 7, 8, 13, 14-ში ყველა ბილეთი გაიყიდა და მაყურებელთა თხოვნით 15 თებერვალის დავამატეთ. მოკლედ აუცილებლად უნდა შევтанეთ ტიკეტზე და იყიდოთ დარჩენილი ბილეთები, რომლებიც ძალიან ცოტა დარჩა. რაღა დავამატო. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ვაგრძელებთ მეცნიერების კვლევების შედეგებით განსვიფრებას. გისმენთ? როგორც გაირკვა, ენდოკრინოლოგებმა თქვეს, რომ აჩმა ყოფილა ძალიან ჯანსაღი საკვები და მირთვით რამდენიც გაგეხარდეთ. რას ლაპარაკობ შენ? აჩმა? დიახ. და სხვა ხაჭაპურები რატო არავით? არა, აჩმა. არ არის ცუდი. აჩმა უნდა ჭამო შაბათ-კვირას ძილის ნაცვლად და რკინასავით იქნება. მეცაც გეტყვი, სიარულისას უნდა ჭამო აჩმა და შეიძლება წონაშიც დაიგო. მორჩა, ხვალიდან აჩმას დიეტაზე ვჯდები. ბოლოსკენ ტორტი რომ მივაყოლო, ნეტა არ შეიძლება ერთი კაი დიდი ნაჭრი. არა მგონია, კაი იყოს, მაგრამ თუ მაინც და მაინც ვერ ითმენ უტორტოთ, ჯერ ტორტი ჭამე და მერე დააყოლი აჩმა. მართალი ხარ, აჩმა ისეთი დიეტურია, რომ მთელი ტორტი გამოაქვს ორგანიზმში. ხო და გლიჯოთ ერთი კაი აჩმა ფართი ბიჭებმა. ხო წამოხვალ თქვენ გზავრელებო, თქვენ გენაცვალეთ. წამოვლენ. ესე იგი, ცოცხალი მუსიკაც გვექნება ჩემოწმაო. და მოცეკვავეს მე წამოვიყვან. ნახე, შეხედე რა მაგარი რობოტი შექმნეს. შეხედე, სალახო ფიბერა. შეგენაცვალე. ეს ისე კარგად ცეკვავს, შეიძლება კოსმოსში ამის შალახოც გავუკეთო. აბარა, ამ რობოტს ხელოვნური ინტელექტი კი არა, ხელოვნური ჯიგარი აქვს ჩამონტაჟებული. ჯიგარი შიგნიდან. ახლა რო ვაკვირდები, ცოტა ფეხების გაშლა და პირით ხვირსახოც დაღება უჭირს. ნუ ეგ კომპლექტაციის მიხედვით არის. ხვდები, აი ხვირსახოც რომელიც იღებს, ეგ უფრო ძვირიჯდება. აჰა, და დასატენი როა როგორ უნდა მიხვდე? სამაიას ცეკვას იწყებს ესე იგი და ნელ-ნელა და ჯდება. მაგაზე გადადის სამაია.
წინა გამოშვების რობოტს თურმე მქონდა შპაგატით ჭიქის აღების და დალევის ღილაკი. ასევე შეეძლო წყვილთან ჩაცეკვება და გოგოს წართმევა ბიჭის. მაგარი მოდელი იყო ეგ. თამადობის ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ მე ღვიძლი დაეშალა საწყალს და გადაადგეს. რა მაინტერესებს? აბა გისმენ? ეს რო გაფუჭდეს, ხელოსას უნდა მიუტანო თუ ქორეოგრაფს? ეგ არ ვიცი, მაგრამ მთელი მსოფლიო ცდილობს მაშველი რობოტების, ჯარისკაცი რობოტების და ექიმი რობოტების შექმნას. და ასე არ ჯობია? კაშკულა რობოტები, ვის და ჯანდაბათია. შენ თუ იცი რომ ქსოვრენებშიც არის ერთ-ერთი რობოტი. ნეტარ რომე. შეხედე ბიჭო არც იმჩნევს არც. მე ვიცი რომელი? Seiran 1988 Pro Maxi. Pro Maxi ჯან. რას ველაპარაკები კაცო? აბა. კარგი, გასაგებია, გადავიდეთ მაშინ სხვა თემაზე. გადავიდეთ. მოკლედ ჩართვა არ ვიცეს და არ დაგვაყაროს აქ. გადავიდეთ, შარია. გამოქვეყნდა პირველი ათეული ადამიანებისა, რომელიც ყველაზე ხშირად დაიგუგლა მსოფლიოს მასშტაბით 2025 წელს. მსოფლიო რაში მაინტერესებს კაცო. საქართველოს პირველი ათეულია საინტერესო. ჩვენთან ალბათ პირველი სამეული იქნება კვარა, თოფურია და დვალიშვილი. მოიცა, რას მეუბნებ, ჩვენ არა ვარ, ჩვენზე იცის ისედაც ყველაფერი რატურა დაგუგლა. აქ არ ვარ ყოველ ხუთშაბათს რუსთავიობს. ნუ ეგეც მართალია. მეც გავიგე რომ ყველაზე ხშირად პაატას და ნიკას შოუს საუკეთესო ხუმრობებს ეძებდნენ. რაზეც Google პასუხობდა, მაგ შოუში ყველა ხუმრობა საუკეთესო თუ არა. კი ბატონო. პირველი სამეული გასაგებია და მეათეზე ვინ გავიდა ნეტა? გეტყვი. მეათეზე Beyoncé გასულა. რა ჩვაში ვარ? პირველი მომღერალი ქალია, რომელსაც ის მილიარდი იშოვა. რაში იშოვა მილიარდი? ამაში? არა. სიმღერაში. ხედავ, რა მხერაფული იშოვება. შეგიძლია მეუნები. მამღერეთ ბატონო მეც. რას მისვლით ამ სიმღერას? მერე ხმა. ხმა ჭირდება. არა, მაინც იყოს. ეგება დაგჭირდეს. და რაც ეგ Beyoncé მემესიჯებოდა. ვერ გავთვალე, მივაბლოკე. არ მივასება ეს დიტრაკა ქალები. რა გავა? რაც უნდა იყოს ადამიანმა ამ საქმით მილიარდი იშოვა რა. რა იყო რა? დაგიბრუნეთ მაგასლას ხელფასზე. როდესაც დაგიბრუნებია ეგ. და აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და кейბისა და დროსტარების ხასიათზე გვაყენებს ჯერ კიდევ ისევ მილიონერი და არა მილიარდერი გიორგი შოშიდაშვილი. სასწაული ამბავი. სტატისტიკის მიხედვით ქართველი სიძეების 90% ამბობს, რომ სიდედრს სიმამრი ურჩევნია. მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს აჩვენებს. სიდედრს უფრო ხშირად ჩუქნის საჩუქარს, ვიდრე სიმამრს. ეგ იმიტომ რომ ძალადობენ სიდედრების სიძეებზე. არაჩუქებ და შენი აჯობებს. თან რამდენჯერ უწევთ დაბადების დღე? დედის დღე, 8 მარტი, ახალი წელი, სიდედრების საერთაშორისო დღე და სიმამრები იჩაგრებიან. თან არც აქვთ ბიჭო პრეტენზია. ოღონდ მინი ჭიქა მიუჭახურე, კაი სადღეგრძელო უთხარი და ეგ არის. უყვარხარ კაცს და გიცავს კბილებით სიდედრისგან. ვენაცვალე მე მაგალ. კარგი ხალხი. ახლა იცი რას დავაკვირდი? რამდენჯერ გვიმღერია მე და შენ, ჩემო ნიკოლო, სიდედრებზე სიმღერა. ნუ ან შაირები გვითქვამს. უამრავჯერ და მონოლოგში ხო სულ მაგაცზე გვაქვს ხუმრობები. და
სიმამებს ვცეთ პატივი და ერთი კოხტა ლექსი მიუძნათ, ცუდი იქნება? გაუხარდებათ ბიჭო. რა სიტყვი თქვენ რა? როგორი იქნება? თუ კარგია, მაშინ ეგ არის სამერთი კოხტა ფონი გაუშვით, ერთი ლოჩიანი და ავიდა!